243 წლის ზაფხული იდგა და ამ პატარა უდრო სოფელში ოჯახი არ იყო, რომ მამა ან შვილი ფრონტზე არ ხოვდა. დეთან ან გიგას დღეს 15 წელი შეუსრულა. მაგრამ ვინ გაი დედითობოლი ბიჭი აგერ მეხუთე თვეა გულის ფანცქალით მოელის ომში წასული მამის წერილს. Tepki bakşıya, sayya. Fikir kaçıya. Aydırtema da aydırtema. Aydırtema da kaçı da bilir. Robert Sestopeli, Kala Katariktseva, ise magbiçtagan kaçıyar da bilir. Din da gecevra baba. Baba. Xelat sikneba da pexeb baba, imşen tavze xelage bulam xaraksa. Detanant giga. Ya. Amxana. Zачем мне амханать? Hamdeniya. Ray hocam. Germanele bir spitfinal. Ray niye başladı? Sağda da taş. Ay sada.
ეს შენთან არას მიუტა. გიგა, რატომ გადახდი წყალში? შენი ჩანთარა გადავერჩინე. ხო? ხო. ეს იმას დახი. დაიცა? ჩამივარდები ხელში. Talit. Mama taho, damata, oi devanta. Satami. Tata. Sopa. Ay, bitu, chami, ay. Giga, ay, reşülü tutçelebi. Ne? Oh. Nadlo. Dayısa bico, dayısa, ay, reşülü, ay. Gene sözeydi. Ay, Gamu ati shilo, gamu ati lutfen. ne taşıydı. Nadlo. Da ხიშვილი რაკოვშია. Ani da mak. მოდია გიგა, მოდი. ეგრაი. დაიხადე შვილო დავიდი. ეი, შეშ მაგოშე. მაკო, ახბო, რაი, ხალ. Thank you.
შვიდობით. ცუგა? დაგავიწყდა? ხა, ჩაიც. ეს ხომ მამა შენის არის. მერე რა, ჩაიცვი. მან არა მომიდან დაბრუნდება ახალს ჩამოიტანს. ვინეთის. შენ იქ ფრონტზე ადრეში იქნებ. ჩვენ კი აქ. ხა? წერილებს გამოგიგზავ. ისახებ. შესახებ. მართლა. მამას გიქცევ. გული დაწყდება. ბიჭი რომ ვიყო, მეც ფრონტზე წავიდოდი. ხო? ხო. დამიწყეთ ძებნას. შვიდობით. შვიდობით, ნანა. შემოდი. საით? ფრონტზე? დიახ, ფრონტზე. მერე ასე გინდა იმგზავრო. კიბეებზე ჩამოკიდებულო. შიგარ მიშოდეთ, ბილეთი არა გაქვს. ვინ არ გიშვებს? აქვს მობილო? მატარებლის უფროსი მე ვარ. აბა? ეს ჩემი სამფლობელოა. შედი. აქ თურმე შეგედაება. უთხარი რომ თავარი ინჟინერ გუბარებთან იმყოფები და დონბასამდე ხმას არ გაქცევენ. ხო? თქვენ ფრონტზე მიდიხარ? მე ფრონტზე არ მიშვებ. ვინ არ გიშვებ? თავრობა. დანგრეული ქარხანა უნდა აღვადგინო. აი ჩემი შვილი გორიკი იბრძვის. ახოვანი ბიჭია. შემზე მაღალი. სერიოზა. შემოდით მან დუბერას. ლიზა გაიცანიას მომავალი გმირია. სახელი? გიგა. გიგა. ეს კი ჩემი მეუღლე. ჩვენ გმირს ძინავს არხენა. ალბათ სიზმრად ახლა ბავშვებში უმოყანას თამაშობს. მატარებელი კი იდის.
მუშახელის ხრივ ზუდად არის საქმე. ბიჭბუჭებს გგზავნიან. თითქოს აქ საბავშვო ბაღი იყოს. დასიდა, გადაეწყო. Raspia bičiko. Nao? Raspia vetki. Ivan Ivanići. Alexan Giga. Ivan Ivanići. Eski Giga betaneli gakvav. Am წერის შუაგულ ფრონტიდან. ჩემო ნანა, ამ წერილს ხდერ შუაგულ ფრონტიდან. მიახლა სანგარში ვარ და მუხლებამდე წყალს დგევარ. ხდერ შუაგულ ფრონტიდან. ჩემს თავზე ახლა ზარბაზნის უზარმაზარი ტყვიები ზუზუნებენ. მე როგორც ყველაზე პატარა მსვერავად ამირჩიეს და ამ საღამოს მტრის ზურგში მივდივარ დასაზვერად. მერე ვერ მოგაცი. დანარჩენი მხოლოდ მე მეხება. პირადად. რა ბედნიერია? ჩემო ნანა, ჩემო კარგო ნანა, ომიდან რომ დავბრუნდები, აღარაფერი დაგვაშორებს ერთმანეთს. მაგდენი რომ წერნოდა? Сергей Петрович, это Сережа. Ну это вот Дейдализас. Чачеродот много ухаб. Карги? იგა, მისამართი რომ არ ეწოდინება, სადღა მომწერის წერილე. ნახევარი ზოგელი ადარჩება და რაღა მაინდა-მაინც ჩვენს და გადავზაღდე. და ჩუდი. რა გააწყალაგული. ინორი, შეგავლება.
წერილები ფოსტალიონმა მოიტანა. ეს ხომ ჩემი გაგზავნილი წერილებია. შენი წერილები? ხო, ჩემი გაგზავნილია. ვაი, თუ მოკლე. ომი ჯერ კიდევ მძვინვარებდა, როცა აქ მშენებლები მოვიდნენ და ამ ადგილზე ქალაქი და დიდი ქარხანა ააგეს. ათასობით ოჯახი გადმოსახლდა ახალ ოსტავში და ძველი რუსთავის 80-ოდე მცხოვრები ისე გაითქვიფა მათ შორის, რომ ხშირად ერთმანეთსაც ვეღარ ცნობდნენ. გავიდა წლები და როდესაც ომში დაღუპულ გმირთა სახელებს მოიგონებდნენ ხოლმე, მოიგონებდნენ ბეთანან გიგასაც. ერთ თავზე ხელაღებულ ბიძს, რომელიც ფრონტზე გაიპარა და სადღაც უგზოუბრად დაიკრა. ელიზბარ, რატომ არ მიაწოდეთ როზეს სილა მარტენს? როზი არც მოთხოვნილებას მათია და არც ვაგონებს და რა ვქნა? უი, ბიბილური ამხარებულა. შენ ცოტა ტრდილობიანად ილაპარაკება. ბიბილურს ეს როგორც წინა ვაჟი შეეძინა და სიხარულისაგან თავრ დაეხვა. ამოდი. ორი უნდა აგიძიო. მირიანაშვილი დღეს ისვენებს. პეტი, კარგი. გისმენთ? ახლავე. თამას ტელეფონთან. აიშე. დიახ, გისმენთ. მადლობა ხმერ. დიახ. მართლა? ძალიან კარგი. როდის? ახლავე? კარგი. ახლავე წამოვა. Daduli. Neno. Ახლა სულ ამას გავხარე. ფაფუ ჩემი გასეირნება თუ. დიდი ხანი მუშაობდით დონბასში. საკმაოდ. ოღო. თითქმის 11 წელიწად. მილსაგრნავის საამქროს უფროსის მოადგილეობა მინდა შემოგთავაზოთ. თქვენდება? საწარმოო გეგმის შესრულების ვადები მუდამ საფრთხეშია. მაგარი კაცის ხელი მჭირდება. განარბილი კაცია საამქროს უფროსი. არა. მაგრამ ის სულ სხვა აღმათრენის კაცია. გეგმებზე ნაკლებად ფიქრობს. ერთი სიტყვით პოეტია.
მალე აქ ავტომატიზაციის საამქრო შექმნით. და მას ალბათ ის ჩაუდგება სათავეში. ასე გეგმით. აგერ ისიც. გაიცანით? მილსაგნავის საამქროს უფროსი თამას მირიანაშვილი. ეს კიდევ გიგაბეთანელია. ალბათ მგზავრობა მოგქანცათ. არა. მაშინ დაგევლო საამქროში. ასეთია. სულს არ მოათქმევინებს კაცს. იჯებო! გაიცანით! ელექტროინჟინერი გიგაბეთანელი! არქაია! თუ გავს მაინც იმ საამქროს, სადაც თქვენ მუშაობთ? არა. ის ხომ ძველთა ძველი ქარხანა, მოძველებული ადამის დროის მანქანები. საამქროებში გაუარება ხალხი მუშაობს. ხალხი ჯერჯერობით აქაც ვლომაც მუშაობს. უფროსებს გაუმარჯოს. ილარიონს გაუმარჯოს. უბრალოდ თქვენზე ამბობენ თითქო რაღაც ავტომორთებსო. თვითონ იმან უნდა იმუშაოს ჩემს მაგიერ. აიცა. არ მოგწონს ილარიო? მე? ხო. მე ვინ ვიღაფსორე. დავიჯერო ჩვენ არ შეგვწევს უნარი, რომ აი ილარიონის მსგავსი ხალხი გავანთავისუფლოთ, რომ ის ასეთი პირობებისაგან. მე მგონი, დირექტორს კი არ შეერა ჩემი. მეოცნებე პოეტი შემარქვა. დირექტორი. ზერა და ალბათ იმდომაც შეგარქვით. დიდი ხანია ამაზე მუშაობთ. კარგი ხანია, მაგრამ ჯერჯერობით გიგას გაუმარჯოს. გამარჯოს. ისი ამდენ. ისია და ჩემია. რა ამბავი ერე? ერთ-ერთი რა ფუძს დავყავდეთ მეოთხე, ხო? იცნობდე ჩემი. გამარჯობა. ზედ გამოჭრილი ნაზვა. როგორია? ხომდა. გილაჯვა. ხო? იტია? ხო. რა გიტი? რა გრაბო აბრალებ ქართველებს. ნახო. შე, ხო, მოვა. ამას მივაცილებ და ახლა დავბრუნდე. ხო, კარგი. წინათაკეთი პატარა სახლი იდგა. სახლი? შეიძლება იდგა. სახლი უნდა გავიჩინო. მე თქვენ გირეკეთ. მე მეკითხები? აქ ერთი მჭედელი ცხოვრობდა. მჭედელი? არა გეფადა. აქ მხოლოდ მეტალურგები ცხოვრობენ. როგორ არის თქვენი მჭედელი? ჩოხელი. ყოლა ჩოხელი. მჭედელი ჩოხელი. არა გეფადა. გმადლობთ.
შემოდი. სადახარ აქამდე? შეყვარებულ დავედებდი. ამიხარ ზვარი, თქო ქორწილში ქეფო. მერე იპოვე? ის არა. მაგრამ ერთ ისეთ გოგოს მოვკარი თვალი. თვალები დავიბნელა. ფალსავა ხელ. ზედე მიზი ხარ. იმ ქალს თუ მოეწონე? საქმე სანახევროდ მოგვარებულია. მე მოვწონს. შენ ერთი ამას დახედე? მერე შეამოწმეთ? იცი რა გიგა? ჩვენამდე ტარის განგარიშება ჩიცდებოდით. ეს ასე გონია. აქ რა უნდა გითხრათ? მოვსინჯოთ ადგილზე. დავიდე. შენსკენ გადაცი, შენსკენ. აბასე დახრახი მოუშვი. იგა მოდიხარ დღეს ფეხბურთზე. მოიცა ვიჯოოსტოვი, მალე. შენ მოდიხარ თუ არა? ჩემი დასვით თამაში. მოიცა ჩარა. ხო, რა დავანგრებ? განგარიშება შეშეცო. მამოდენა საქმეს ვაკეთებთ შემონანული. საკეში მაინც ჩაიხეთ. დაენსგავ. აი მალე დავასრულებ სამუშაოს და და? ახალს ავიწყებ. სადღაც აქ არის ზაღლის თავი ჩამარხული, მაგრამ სად? ილიანაშვილო. ახლავე? თამას. დიახ. გამარჯობათ ყმაწვილებო. გამარჯობათ თამას. გამარჯობათ. თამას. ისმენთ. 20-ში უკვე გითავდებათ ნახაზების შაბარების ვადა. როგორ ახალ პირობაზე? თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს. ყველაფერი რიგზია, მხანა გოგურამ. მხოლოდ რა მხოლოდ? მხოლოდ ერთ-ერთი დეტალის განგარიშებაში რაღაც შეცდომა გაგვეპარა. და ამან ოდნავ შეგვეფერხა, მაგრამ არის! იპოვე! გენიოსი ვარ! გენიოსი! ბიჭებო, ნახე, სათოფილად ზაღლის თავი ჩამარხული. ერთი სიტყვით აღნიშნულ დღეს მთელი ნახაზები თქვენ მაგიდაზე იქნება გაშლილი. ვითომ? შვილებს გეფიცებით. შენე გენიოსო. ზაღლის თავი აქ კი არა? აი აქ არის დამარხული. უკაცრავად. მისამართი მინდა ნანა ჩოხელის, მიხელის ასული. რამდენი წლისაა ის თქვენი ნანა ჩოხელი? ჩემი? 23. სამწუხაროდ რუსთავში ასეთი არავის ცხოვრობს. დიდი ხანია რას არ გინახავთ ერთმანეთი? 10 წელი. 10 წელი? ამ ხნის განმავლობაში ალბათ გათხოვდა და გვარის გამოიცვალა. შეიძლება.
რაო, გამოდის რამე? აბა ერთ შეხედე. ახსოვს ხონაირად. რაფერი არის? ნახო. რუსადე მაი. ამოწინარების აღმოსავალი წერტილი რომ გადაგვენაცვლა. ცოტა ზევით რომ აგვეწია. რა სიტყვით ბიჭებო? ვითომ? მოწინარების გადანაცვლება წინსვლას გაგვიუმჯობესებს. უგუსვლას კი პირიქით გაგვიუარესებს. გარდა ამისა ეს ხომ 1000 ჯერ ვცადეთ. სადოთ კიდევ ერთხელ. 1000 მეერთეთ. იცი რა თამას? ეგ შენი 1000 მეერთეთ. აი აქ ამოვიდა. მუშაობაში უკვე ნერვები ჩაება. და შეიძლება ფიშტოდ გავალდეს. ისამართლოა ვიცი? აჰა. კარგი. გიგა, შემოდი. მოდი რა კარებში დგახარ. არა მე ერთი წუთით. შემოდი. დაჯიქ. თამარ, ვინ არის? ეხლა. შენი ამხანაგი. შენი ამხანაგი. რა შენ არის? სამოსტარანი. რა უნდა მოხდეს? ო. აბა ეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში ეგრე იყოს რა არის ათას მეერთით ნაცადი
იძილო ღამეებისა. კარგია. და სიჩუმეა. სიჩუმეა და უდროება. დილა ადრიან აქ მუდამადრია. ადამიანის ჭაჭანება არის. მალე ყოველთვის ასე იქნება. დილით, თვითა და ღამითაც. ხო. ორ-სამ კაცს დავაგენებთ აი გზევით, სუფთა ჰაერზე. დააჯერებთ ძღილაკს და მთელი საამქრო საათი ვითამუშავებთ. ორიოდე საათს წაიმუშავებენ და შაბაშ. დანარჩენი დრო? დანარჩენ დროს ადამიანი ცხოვრების გალამაზებას მოანდომებს. ბაღებს გააშენებს, ყვავილოვან წალკოტებს, ჩაჯდება შიგ და ოცნების ფუთებს გამოისხავს, გამოიგონებს ახალ მანქანებს, გაჰყვება ფიქრებს და ყველანი ალბათ ლექსების წერას მიყვება. მეტი ვამოგზაურებდი იმ ადამიანს კიდით კიდემდე. ჰელ სოფლიო შემოივლიდა და სამეგობროდ გული გაეხსნებოდა. უგოსო, ვალიდან ალბათ ამ თქვენ კარგის მდომელ ილარიონს, კერგი პანღური უკან, და მშვიდობით ჩიტუნებო. გამარჯობათ. ამაისუნთქე. აბა რა გამგერებთ ამ დილადრიან? იგა პეთალელი. იგა? პეთალელი. ის არის ერთი თვისინა ჩემთან იყო ცნობათა ბიუროში. ვიღაც ქალის მისამართს ეძებდა. წარმოიდგინეთ, სახე მეცნობა და ვერ მომიგონია საიდან. უკანასკნელი გაჩერება. თუ შეიძლება მათხოვრო. ჩემი არ არის. ბოდიში. ბოლო გაჩერება ახალიშვილო. რაღაც დაგჭა. ვაიმე, არ მესმის და რა ვქნა. მაკო, მოდი ქალო, ბურდღუნებ და ვერა გაუგერა. ალო. რა გაკვირებ, შეკაცო. ხო,
კარგი რეკათქო. მაგრამ შემოვლაზია და ვერ მოიცალა. ალო. თამაზი იყო. შინ რომ დაბრუნდებაო, აუცილებლად ტელევიზორი ჩართოსო. ტელევიზორი? ხო. ვინ არის? თამაზი იყო. ვინა? თამაზი მეთი, ჩვენი ნანას ქმარი. რა გაყვირს მე შეკავა? აი ისინი. რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ახალგაზრდა ინჟინერთა ბრიგადა, რომლებიც დღეღამ იმაზე ზრუნავენ, თუ როგორ შემოსულ უკან ადამიანს შრომის მძიმე პირობები. ჩემო ნანა, ჩემო კარგო ნანა, ომიდან რომ დავბრუნდები, აღარაფერი დაგაშორებს ერთმანეთს. რა კარგია რომ მოხდები. ეს რა, კეიფობ? ხო, ვკეიფობთ. ამ საღამოს სტუმრები გვეყოლება და უნდა დატრიალდეს შენებურად. ხაი. სხვების არ მერდება, ჩვენი ბიჭებია, ეს მათბიდი კი პირველად იქნება ჩვენს ოჯახში. გიგა? ხო, იცნო? არა, საიდან? აი აქ ამოვიკითხე. სულელო, ფიხო, რა საჭირო იყო ტყუილი, რად ვიცრულე, რად? ნანა. რა მაქვს მე სასაცილო? სასაცილო? ხო. აი ამათ ყველას გამოუნახე რაღაც დამახასიათებელი. ჩემს თავს კი ვერაფერი. ხო, ეს კარგია.
საერთოდ არ გეცემა. რამდენი გეცემა. დაჯექი. არა. უნდა წავიდე. ამ საღამოს სტუმრად ახარ მიწვეული ერთ ოჯახში. ნუ წახვალ იქ. გთხოვ. რატომ? იქ ჩემი ოჯახი. თქოს. ჩემი ქმარი. ეხლა კი. რა ახლა? შემოდი. მედი რა გზა აქვს? სამაზი გამარჯობა. რასუნი მოდის ბიჭო? ნანა გამარჯობა. გიგა სადღა? არ ვიცი, სასტუმროში არ არის. არც ქარხანაში. რა ვიცი, სადღაც დაიკარგა. ბიჭებო, შევამოწმოთ სამზარეულო. რა გებრიელის სუნი მცემს? ტალღე პირი? დაჯექი. ბიჭო, მთელი რუსთავი გადავატრიალე და ვერ ზადერი ნახეთ. შემოდი. ბიჭო, თავიანებეთ. მაგიდასთან. შენ გენაცვალე რომ ჩემო გიგა. ნანა. ჩემი გულითადი მეგობარი. გიგა მეცანები. მოიცა ამას მეცანები. მაღლა შეუსო. ვინც მოვიდა? გაუმარჯოს.
შენი ჯერია. შენთან არ მოვსულა. სხვა გვარად არ შემეწო. მამად ვერ დავკარო. მაბატონო. იგა. ეს პატარა მაიმუნი. აი ეს არის ჩემი ნანა. Roshani, megona boy, odriya ranui, miminam gavda mi gvarda, miminam gavda mi gvarda, miminam gavda mi gvarda, odriya ranui, miminam gavda mi gvarda, odriya ranui, miminam gavda mi gvarda, miminam gavda mi gvarda. Ara, დღეში რაღაც არ მომწონხარ. გადავიღალე ალბათ. დავიღალე, დავასვენე. როდმანი გემერალებიო. აბავდელი, მოდელია. Patroni qolia, patrono, შენ, ა? ხომ გაიგენი ამება? გასაწევი. ისაცოდო, შენ. ჰა? რა ვუყოთ ეხლა ამას? რა ვუყოთ? აი. დამემალე, თორე მერგისთან. შებოდი, ჩქარ არავინ დაგინახოს. აი, შენი სასტუმროც. ხო, დღეს დირექტორს ვლაპარაკე შენი ბინის შესახებ. ჩემი ბინის? ხო. აბა სანამ უნდა იყოს სტუმარები შენ სასტუმროში. ა? ჩემო გიგა. მოსწი. სტუმარი სასტუმროში. ა? ჩემო გიგა. მოგწონს? კარგია. შენი იყოს. ა? თუ არ მოგწონს გადააგდე. აბა, მადლობა. კარგად იყარ, კარგად.
ნანა! ნანა! ნანა, ენდა საჩუმე, თამო, რა იყო? ნანა. ნანა.
პაპიროსი მომაწევინე.
რა თუ არა ჩემი